ებრაელი ამერიკელების ახალგაზრდებისთვის დიდი ნაწილი ზაფხულის ბანაკში წასვლა, მაგრამ ეხლა ზაფხულის ბანაკი ნიდერიაში ოცნებებს ასრულებს. აქ 100-მდე სინაგოგაა, მაგრამ არც ერთი კონკრეტული რაბინი და ათეულობით იგბო, რომლებიც საკუთარ თავს ებრაელებად მიიჩნევენ და ებრაულ ტრადიციებს მისდევენ. იგბო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ქვეყანაში და ისინი მიიჩნევენ, რომ დაკარგული ისრაელის ტომების შთამომავლები არიან. და ამ ზაფხულს ბავშვები სრულად იღებენ ბანაკის გამოცდილებას ბანაკსარაში. და ეხლა ჩვენთან ნიგერიიდან, აბუჯადან უერთდება საკმაოდ საინტერესო ადამიანების ტრიო. მოგესალმებით, დები ისერი, ბანაკსარას დამფუძნებელი, ბანაკის მრჩეველი, ედნა და ისეაბო და 12 წლის ბანაკელი ზიონ დონატუსი. მადლობთ, რომ აქ ხართ, ყველა თქვენგანი ბანაკის შუაგულში. დიდი მადლობა, რომ გადაცემაში მიგვიწვიეთ. ეს მართლა ძალიან ამაღელვებელია. და მე თითქოს თქვენს გამოცდილებას მეც ვიზიარებ, რადგან ჩემი საყვარელი ზაფხულები სწორედ ბანაკში გატარებული დრო იყო. ასე რომ, მგონი დები, შენეგ დავიწყებთ. როგორც ამერიკელს ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია საზაფხულო ბანაკები. როგორ მოგივიდათ ეს მართლა საინტერესო იდეა? ხო და მე ნიგერიაში 2021 წელს ჩამოვედი, მსოფლიო ბანკში მუშაობ, ამიტომ აქ გამომგზავნეს. და ვეძებდი საზოგადოებას, რომელთან ერთადაც ჰაგიმის დღესასწაულებს აღვნიშნავდი. და გავიგე ამ საოცარი ებრაული საზოგადოების შესახებ აბუჯაში. აქ 3 სინაგოგაა და თითოეულს ძალიან ძლიერი, მრავალთაობიანი, ენერგიული საზოგადოება ჰყავს. და მე იცით, ამ ყველაფერში ბევრი რამ იყო ნაცნობი. იმავდროულად ჰქონდათ ულამაზესი სიმღერები, რომლის განსხვავებული მელოდიები ჰქონდა. ამიტომ ოვალჯერზე როცა ამერიკაში ვბრუნდებოდი, იქიდან ჩამოვდიოდი ჩემოდნით სავსე, ტალი, ტოტებით, სედერიმით, კიპათი და რაც კი შემეძლო მომეტანა. შემდეგ დავიწყე საუბარი თემთან იმაზე, თუ რა შევძლებდით მათ დასახმარებლად, რომ მათი საზოგადოება შენარჩუნებულიყო. ანუ რა იყო ის, რაც მათ ნამდვილად სურდათ. და თითქმის ერთხმად თქვეს, რომ მათ ძალიან სურდათ, რომ მათ შვილებს ქონოდათ რესურსებზეც დომა და ეგრძნოთ თავი უფრო ფართო ებრაული საზოგადოების ნაწილად. ბევრი ბავშვი ერთადერთი ებრაელია თავის სკოლაში და მათ უბრალოდ სურდათ, რომ მათ შვილებს ქონოდათ ესეთი გამოცდილება. და მაშინვე ბანაკი გამახსენდა, რაც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს იყო როგორც 2-1-ში. ერთი მხრივ, ბანაკი ბავშვებს თავაზობს მხიარულ და შემეცნებით გამოცდილებას, მაგრამ ეს ასევე იყო შესანიშნავი გზა, რომ ჩამოყალიბებულიყო ახალგაზრდა ლიდერების ჯგუფი, რომლებიც შემდეგ ბანაკის პერსონალი გახდნენ და შეიქმნა ახალგაზრდა ლიდერების უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც თავისით აგრძელებს არსებობას. ვაუ, ეს მართლაც ბრწყინვალეა. ედნა, ვიცი რომ ეს შენი მეოთხე წელია, რაც ბანაკის მრჩეველი ხარ, მოგვიყევი. როგორი გამოცდილება იყო შენთვის? როგორ იმოქმედა ამან შენ ცხოვრებაზე, როგორ შეცვალა ის და ასევე, როგორც მან ახლა ხან თქვა, როგორ გასწავლა მეტი ლიდერობაზე და მომავალი თაობებისთვის ლიდერად ყოფნაზე? კარგი, გამარჯობა, მე ედნა ვარ, ნიგერიის იმოს შტატიდან ვარ, ლოცულობ გიდეონ ჰებრიუსში, აგოგაში, აბუჯაში და ეს ჩემი მეოთხე წელია ბანაკში. კარგი, ბანაკმა დამეხმარა, რომ უფრო პასუხისმგებელი გამხდარიყავი. მოგცა ლიდერობა, გვასწავლა, როგორ ვიყოთ ლიდერები. მან მომცა თავდაჯერებულობა. და როცა თავდაჯერებულობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს სამდღიანი ლიდერობის ტრენინგი. სადაც გვასწავლიან, როგორ გავხდეთ კარგი ლიდერები, გვასწავლიან, როგორ ვასწავლოთ ბანაკის მონაწილეებს, როგორ ვიყოთ მუთმინებით სავსე მათთან და როცა თავდაჯერებულობაზე ვსაუბრობ, ჩვენ გულისხმობ ედნა წელს არა მხოლოდ მრჩეველი იყო, არამედ ბანაკის მონაწილეთა რეგისტრაციასაც ორგანიზებდა. და ის ხელმძღვანელობს იმ ჯგუფს, რომელსაც ჩვენ ADOF-ს უწოდებთ, 8-დან 10 წლამდე ბავშვების ჯგუფს. ვაუ, ძალიან. მინდა სიონისგან მოვისმინო. შენთან დავბრუნდებით ედნა, მაგრამ სიონ, შენთვის ეს ძალიან სახალისო უნდა იყოს. რა არის შენი საყვარელი ნაწილი ბანაკში? სპორტი, ხალხი, საჭმელი ფერების ომი. გითხარი. კარგი, ჩემი საყვარელი ნაწილი ბანაკში არის ის აქტივობები, რასაც ლანჩის შემდეგ ვაკეთებთ. მაგალითად, ეხლა ვარ კერვის წრეზე, სადაც ვსწავლობ, როგორ გავაკეთო ხალას გადასაფარებელი. და ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნებოდა ახალი უნარის დამატება სწავლის პროცესში. ასე რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა, რაც ბავშვობაში მქონია. ანუ ბავშვობის განმავლობაში. კარგი, და ასევე დები, უფრო დეტალურად აგვიხსენი, როგორ აერთიანებს ეს ებრაულ ღირებულებებს და ერთობის განცდას, არა მხოლოდ იმით, რომ იცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ამ ახალგაზრდებზე, არამედ ასევე იმ პირობებში, როცა არ არის რაბინი ან ორგანიზებული სისტემა, როგორ შეიძლება ეს მომავალშიაც გამოადგეთ? რა თქმა უნდა, წინა წელს სინამდვილეში ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენთან ერთად იყო რაბინი გერშონ სიზომო აბუიადაიას, თემიდან, უგანდიდან, ის ჩამოვიდა და 2 კვირა ჩვენთან ერთად გაატარა, როგორც ჩვენი ბანაკის რაბინი.
წელს მას ვერ შეძლო ჩამოსვლა, მაგრამ მან გამოგვიგზავნა თავისი სტუდენტი რუთ მუნგო, რომელიც ჩვენთან ერთადაა და ჩვენი იაჰადუთის სესიებს უძღვება. ესე რომ ბანაკის დღეს ეს ძალიან გავს ამერიკულ საზაფხულო ბანაკის დღეს. ჩვენ ერთად ვიწყებთ თეფილათი, შემდეგ კი გადავდივართ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც ლანჩამდე დილით 2 პერიოდი გვაქვს, რომელთაგან ერთ-ერთი არის იაჰადუთი. იაჰადუთი ერთ-ერთ თემაზეა კონცენტრირებული. ამ წელს თემა არის ებრაული ცხოვრების ციკლი. წინა წელს ებრაული კალენდარი გავიარეთ. და ესენი არის, როგორც იცით, შესაძლებლობები, რომ გამოვავლინოთ როგორც იუდაიზმის კანონები, ასევე იუდაიზმის რიტუალები, სიმღერები და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის როგორც ჯგუფისთვის. ერთ მღერით. ხო, ბოდიში, და თუნდაც. გააგრძელე. ხო, არა, და ჩვენ ცოტა ივრითის სწავლა თქონდა, მგონი ახლა თითქმის ყველა ბავშვმა იცის ალეფბეთი. და იცი, ზოგიერთები საკმაოდ წინწასულები არიან, ხო? ეს საოცარია. ესე რომ ედნა და შიოვან აგვიხსენით, რამდენად კარგად იცნობთ იუდაიზმს. ეს რამე თქვენს ოჯახშია? თქვენს გაიზარდეთ ებრაული კულტურული ტრადიციები თქვენს ოჯახში? თუ ეს ისაა, რასაც ბანაკში ახლიდან სწავლობთ, გარდა იმისა, რაც სახლში გაქვთ. კარგი, ჩემთვის მე ებრაულ ოჯახში დავიბადე. ჩემი მშობლები 5 წლის წინ იუდაიზმზე გადავიდნენ. მათ მესიანური ტაძარი დატოვეს. 5 წლის წინ. ისინი ლაგოსის შტატიდან, ნიგერიიდან, აბუჯაში, ნიგერიაში გადავიდნენ და მათ იპოვეს გიხონის ებრაული სინაგოგა, სადაც შეხვდნენ უხუცესებს და იწყეს იუდაიზმის დაცვა. დაიწყეს ებრაული ენის სწავლა, დაიწყეს თეფილას სწავლა. და ამ პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრებმა ზოგიერთმა ადამიანმა წიგნები გაუგზავნა, მათ სწავლა დაიწყეს. და 2021 წელს ბაიდენი ამერიკიდან ჩამოვიდა, ის ამერიკიდან ჩამოვიდა კონვერსიისთვის და ჩემმა მამამ და უფროსმა ძმამ კონვერსია გაიარეს. და 2024 წელს ის ისევ დაბრუნდა. მე და ჩემმა დებმა ჩვენ გავაკეთეთ. ვაუ. ჩემი მთელი ცხოვრება. ეხლათი უნდა დაგეხმაროთ, რომ მომავალ წელს ისრაელში ჩამოხვიდეთ. სიონი, დიახ. და შენ რა სიტყვი ახალგაზრდა კაცო? კარგი, უკვე 2 წელია ებრაელი ვარ. მიზეზი ის არის, რომ მამა ჩემი ძალიან არ ეთანხმებოდა ახალ აღთქმას. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ახალი აღთქმა გვერდზე გადაედო და ყურადღება ძველ აღთქმაზე გაემახვილებინა. ასე რომ აღმოაჩინა, რომ ყველაფერი ძველ აღთქმაში იუდაიზმს შეესაბამება. როცა კონვერსია გავიარეთ, ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო და ბანაკში მოსვლა ყველაფერს ბევრად უკეთ გამაგებინებს. შენ კატაკავს. ეხლა მეგობრები მყავს, რომლებიც იუდაიზმის გაგებაში მეხმარებიან. მყავს რუთი, რომელიც პროექტებსა და იმ კითხვებში მეხმარება, რასაც ვერ ვიგებ, ასე რომ ბანაკი ფაქტობრივად მიტკიერი სამოთხეა. საერთოდ ეს ძალიან მაგარია. და აშკარად კემპს არა ძალიან შესაფერისია. ეს ძალიან ფართო, ყველასთვის ღია სივრცეა. დები, რა არის შენი მთავარი მიზანი? იმედი გაქვს, რომ ეს შეიძლება სხვა თემებშიც დაინერგოს, იმიტომ რომ ვიცით, ეს მარტო ნიგერიას არ ეხება. გულისხმობ, რომ აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში ბევრია ისეთი თემები, რომლებიც თავს ისრაელის დაკარგულ ტომებად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, მოდელი, როცა ბანაკი პირველად 4 წლის წინ გაუმართეთ, სინამდვილეში ექსპერიმენტი იყო. მას შემდეგ ბევრი ვისწავლეთ და ეხლა გვაქვს კარგი სტრუქტურა, რომელიც მუშაობს. ძალიან გვიხარია, რომ ეს სხვა თემებში შეგვიძლია გავავრცელოთ. რაბი გერშონი უგანდიდან ძალიან დაინტერესდა ამ იდეის გაფართოებით და უნდოდა ბანაკის ჩატარება უგანდაში. და ის პერსონალი, რომელიც ჩვენ გამოვწურთენით და აქ ბანაკის ხელმძღვანელებად მუშაობდნენ, ნიგერიის სხვადასხვა კუთხიდან არიან. და სინამდვილეში გასულ წელს Port Harcourt-ში ჩატარდა მინი ბანაკი საარა და კიდევ ერთი მინი ბანაკი საარა ებონის შტატში. ესე რომ ვიცით, ჩვენ ბევრ სახსრებს ვაგროვებთ ბანაკის შესანარჩუნებლად, რადგან ეს განსაკუთრებით მდიდარი საზოგადოება არ არის. მაგრამ სანამ რესურსები გვაქვს, მოთხოვნა ნამდვილად არსებობს და ჩვენ მოხარულები ვართ, რაც შეიძლება მეტად გავაფართოვოთ ეს. ვაუ, საოცარია. მართლა ძალიან ლამაზია, რასაც აკეთებთ. და მომავალ წელს თუ შვებულებას ავიღებ, შეიძლება ბანაკის ხელმძღვანელადაც ჩამოვიდე დასახმარებლად. მადლობა ყველას. გმადლობთ.